1000-ზე მეტმა მუსიკოსმა, მათ შორის მესივე თექმა და ნიკეფმა, ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელიც მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლებს მოუწოდებს 2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ისრაელის მონაწილეობის გამო ბოიკოტი გამოუცხადონ. კამპანია, რომელიც ორგანიზებულია მოძრაობების არა მუსიკას გენოციდისთვის და ისრაელის მიმართ აკადემიური და კულტურული ბოიკოტის მოთხოვნის პალესტინური კამპანიის მიერ, კონკურსის ორგანიზატორ ევროპის მაუწყებელთა კავშირს მოუწოდებს მაისში დაგეგმილი ევროვიზიიდან ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი მოხსნას. კამპანიის ორგანიზატორებმა მხარი დაუჭირეს ესპანეთის, ირლანდიის, სლოვენიის, ნიდერლანდებისა და ისლანდიის გადაწყვეტილებას კონკურსში მონაწილეობა არ მიეღოთ. ხუთივე ქვეყნის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პალესტინაში მიმდინარე ომის ფონზე ისრაელს მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება არ უნდა მიეცეს. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დაიცვა გადაწყვეტილება კონკურსზე ისრაელის წარმომადგენელი დაუშვას. ამის გამო კავშირს ადანაშაულებენ, რომ ის ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუსეთს აუკრძალვა ევროვიზიაზე გამოსვლა. აკრძალვა დღემდე ძალაშია. კონკურსის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პალესტინაში ისრაელის სამხედრო მოქმედებების ფონზე კავშირმა ისრაელთან დაკავშირებითაც მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. განსაკუთრებით 2025 წლის სექტემბრის გაეროს გამოძიების დასკვნის ფონზე, რომლის თანახმადაც ისრაელი ღაზაში გენოციდს სჩადის. ისრაელი ამ ბრალდებებს უარყოფს.